11 კლასელებისთვის საგამოცდო პერიოდი მოახლოვდა გამოსაშვები გამოცდებისთვის, რომელიც 14-დან 19 ივნისამდე გაგრძელდება, რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ნახეთ რა უნდა გაითვალისწინონ 11 კლასელებმა გამოცდების დაწყებამდე. 11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო. მოსწავლეები პირველ ეტაპზე საბუნებისმეტყველო საგნებს, ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიასა და გეოგრაფიას ჩააბარებენ. საგამოცდო პერიოდი 14-დან 19 იანვრამდე გაგრძელდება. 13 ივნისი სავარჯიშო, 19 ივნისი კი სარეზერვო დღე იქნება. მოსწავლეები, რომლებიც გამოცდაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდებიან, გამოტოვებულ საგანში ტესტირების გალოს სწორედ ამ დღეს შეძლებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით 10 ბალიანი სისტემიდან გადასალახი ბარიერი კვლავ 5.5 ქულა იქნება. 14-ში ვიწყებთ უკვე გამოცდას, 14 შაბათი გახლავთ, 14-ში იქნება ქიმიის გამოცდა, 15 არჩევნების დღეა და ისვენებენ მოსწავლეები და შემდეგ უკვე 16-დან ისევ განვაახლებთ საგამოცდო პროცესს. თუ რომელიმე საგანში ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა მოსწავლემ, მას ექნება შესაძლებლობა მე-12 კლასის ბოლოს, ეს ხელს არ შეუშლის მე-12 კლასში გადასვლაში, მე-12 კლასის ბოლოს ეს გამოცდა კვლავ გაიმეოროს. მოსწავლეების ნაწილი რეგისტრაციის პროცესში უკვე ჩაერთო. მე-11 კლასელები ამბობენ, რომ ბარიერის გადალახვა მათთვის რთული არ იქნება, რადგან გამოცდებისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ. რეგისტრაცია გავლილი გვაქვს უკვე, სრულიად ინფორმირებულები ვართ, თვლილობისადვარ საატესტატოებისთვის, რადგან სკოლაში ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს, ასევე არის უფასო წრეები, სადაც მასწავლებლები გვეხმარებიან და თვლილობ ძალიან დიდი წვლილი მივუძღვით მათ ამაში. გამოცდებისთვის მზად ვარ, ესე ვთვლი, დიდი ხანია დავიწყე მომზადება, ნერვიულობ გამოცდებზე. რეგისტრაცია დაიწყო დღეიდან, ჯერ არ დარეგისტრირებული ვარ, ორშაბათი დავაპირებთ რეგისტრებას. გამოცდებისთვის მომზადებით, ცოტა მეშინია ვიყავ. სკოლაში ფუნქციონირებს საგნობრივი წრეებით და ინტენსიურად მიმდინარეობს ამ ბავშვების მეცადინეობა და ვფიქრობ მე, რომ ჩვენ სკოლაში საკმაოდ მომზადებულები არიან ბავშვები, რომ მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. გამოსაშვები გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1 თვეში დასრულდება. მეორე საგამოცდო ციკლი კი შემოდგომაზე დაიწყება.